მოგესალმებით. მე გახლავართ გიორგი დარასელია. დადგა სამშაბათ საღამოს 9:30. მინდა აუცილებლად მოვიკითხო უცხოეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცები მინდა მოვიკითხო და ის პატიმრები, რომელიც ნანობენ თავის ცოდვებს და რომელსაც ახლა ძალიან უჭირთ და ყველა იმ ადამიანს, რა ვიცი, აქედან გარკვეული წილად რაღაც ჩემი ნუგეში მინდა გადმოგცეთ და სულ გვახსოვხართ და სულ გიხსენიებთ და რა ვიცი, გვიყვარხართ. შემდეგში თემა მინდა ესეთი დღეს დავიწყოთ, რომ ალბათ ყველა ჩვენთაგანს და ყველა ადამიანს აქვს პრობლემა, მით უმეტეს რაც უფრო ღმერთთან ახლოს ხარ, რაც უფრო ცდილობ რომ იყო ახლოს ღმერთთან, მით უფრო ბოროტი ბევრ პრობლემას გიქმნის და ჩვენ სამწუხაროდ ამ პრობლემას ვერ ვძლებთ ხოლმე და ისევ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სიამაყიდან გამომდინარე ვერ ვიღებთ ამ პრობლემებს და თითქოს რაღაცა ფიქრობთ ხოლმე, რომ აი მე რატო ღმერთო, აი ამას ვაკეთებ, იმას ვაკეთებ და მე ვფიქრობ, რომ აი ამასთან დაკავშირებით, რომ რჩევები ავიღოთ მოძღვრისგან, ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ვიცი ადამიანის გულის ტკივილი ძალიან ბევრი მწერს ხოლმე უცხოეთიდანაც ისეც და მინდა რომ რაღაცნაირად რაღაცის გასწავლოთ, რაღაც ხერხები და რა უნდა იცოდეთ იმისათვის, რომ პრობლემები დაძლიოთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ამ ცხოვრებაში პრობლემები არ ილევა და პირიქით პრობლემები როცა გაქვთ, მაშინ ხართ ცოცხლები და მაშინ ხართ ახლოს ღმერთთან და მაშინ უნდა იყოთ ახლოს ღმერთთან. და როგორ უნდა გადავლახოთ ეს პრობლემები. კიდე იმის თაობაზე მინდოდა მეთქვა, რომ ჩემთვის ახლა ერთ-ერთი დიდი მაგალითი არის ამისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომელიც ჩემთვის ყველაფერია და ამ ქვეყნიურად მისი არსებობა ღმერთში რწმენას მიმტკიცებს და მაძლიერებს და სიცოცხლეს მატებს რა და მინდა რომ წარმატება და ყველაფერი კარგი უსურვო, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველა პრობლემას გაუძლო და უძლებს და ღმერთო ყველაზე დიდხანს სიცოცხლე, ვისაც კი ამ ქვეყანად საერთოდ უცხოვრია. ეს უბრალოდ ჩემი ის არის და თუ შეიძლება რომ გაგაცნობთ ახლა ჩვენს მოძღვარს, თქვენთვის ძალიან ნაცნობი და სულ ყოველთვის ძალიან დიდი გამოხმაურება არის ხოლმე მამა გიორგის მოსვლის მერე, რიყალას ტაძრის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი დაგლოცეთ. ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად. დიდი მადლობა მამო მობრძანებისათვის და კიდევ ერთხელ რომ გაგვახარეთ. მამო, აი თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით რო გითხრათ, რა ის პრობლემები ადამიანმა როგორ უნდა დაძლიოს, როცა არა აქვს ამის აი ის მომენტი, რომ სიტყვაზე თქვას, რომ აი ეს ამ პრობლემის ღირსი ვიყავი მე, ან მადლობა ღმერთო, რომ ეს პრობლემა გამომიგზავნე. აი რა არის თავარი საფუძველი, რომ ვიცოდეთ, იმიტომ რომ ადამიანები ყველას პრობლემა აქვს და ვინც ღმერთთან არის და ეკლესიაშია, მას 10ჯერ და 100ჯერ უფრო მეტად აქვს ეს პრობლემა და თუ შეიძლება მამაო, დიდი მადლობა. საქართველოს უგვირგვინო მეფე და უმიტრო პატრიარქი წმინდა ილია მართალი ჯერ კიდევ რამოდენიმე საუკუნით ადრე ჩვენს ერს შეაგონებდა, რომ ერის და ქვეყნის გადაგვარება იწყება მაშინ, როცა ის ერი თავის ისტორიას ივიწყებსო. აქ მარტო ერის ისტორიაზე არ არის ბუნებრივია საუბარი, აქ არის საღვთო ისტორიაზე საუბარი ყველა ადამიანმა, ვისაც ქვია homo sapiens, homo religiosi, ვერტიკალურად მოსიარულე და მეტყველი არსება, ვალდებულია გამოიძიოს, გამოიკვლიოს თუ ვინ არის, საიდან მოვიდა და საით მოუწევს მას წაბრძანება. ანუ მან უნდა იცოდეს სწავლება დაცემის შესახებ. ძალიან ხშირად ადამიანები მოდიან ეკლესიაში და ჩვენ გთხოვენ პასუხს, რომ სად არის ღმერთი, რატო ვართ ამ მდგომარეობაში, რატომ არის რომ მე ვშრომობ, წვალობ და მაინც მიჭირს, თქვათ ვიღაც სხვა უწმუნო ადამიანი შედარებით კარგ მდგომარეობაშია, ვინც იპარავს, ვინც ყაჩაღი, ქურდი და მეძავია, ის უფრო ხარობს ამ სოფელში და რატომ არის რომ ვერ გავიხარეთ, რატომ არის რომ ისევ და ისევ რამდენი ხელისუფლება არ შეიცვალა, რამდენი იდეოლოგია, რამდენი პარტია არ გამოჩნდა, თქვათ სხვადასხვა მიმდინარეობა თუ მიმდევრობა კაცობრიობის ცხოვრებას თუ გადავავლებთ ვარს, ყველაფერი მაინც სამწუხაროდ ყველაფერი ისევ უკან და უკან მიდის, ანუ ამ ქვეყანას მაინც თითქოს საშველი არ დაადგა. პასუხი ბუნებრივია ეკლესიას გააჩნია ამ საკითხზე, პასუხი ის არის რომ მხსნელი, განკაცებული უფალი მოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ სოფელმა იგი ვერ იცნო. თითქოს ჩვენ ვიცანით, ჩვენ ვიცით რომ იესო ქრისტე არის ზეღვთის სამხოლოდ შობილი, განკაცებული ღმერთი, მოსული ამ სოფლად
მაგრამ სამწუხაროდ მას არავინ არ უჯერებს ერთეული ადამიანების გარდა. Როგორ შეიძლება მოსთხოვო ეკლესიას პასუხი თუ არ ცხოვრობ ეკლესიური ცხოვრებით? Როგორ შეიძლება ღმერთს მოსთხოვო პასუხი რატომ ხარ ამ მდგომარეობაში და ამ დროს ღვთის სიტყვას არ იცავდე და არ ასრულებდე? მას ხო არ იბრძანებს რომ თუ მე გიყვარვართ, ჩემი ცნებების დაიცავით. მე მითხარით დღეს ვინ არის ცნებების დამცველი ადამიანი? თუ შენ იცავ ცნებებს, მაშინ იცი რა მდგომარეობაში ხარ და გაქვს ნუგეში ღვთისა, მაგრამ თუ არ იცავ ცნებებს, ანუ თუ შვილი არ ემორჩილება მამის დარიგებას და მამის სწავლებას, თუ არ არის შენთვის მამა ღმერთი და დედა ეკლესია, მშობელი და ახლობელი, თუ არ იცავ მამის ჯულს და სწავლებას დედისა შენისასა, როგორც წერია ძველ აღთქმაში, რატომ გაქვს მაშინ ადამიანო პრეტენზია? რატომ ითხოვ მაშინ წყალობას, სიკეთეს, რატომ გინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს? რატომ არ გინდა გაიხსენო რომ შენ დაცემული მოდგმის ხარ, რომ შენი წინაპარი ადამი დაეცა და შენ დაცემული დაიბადე უკვე. ანუ ადამიანი როგორც კი დაიბადება, მას მემკვიდრეობით ეძლევა, ასე თქვათ, ადამი და ევა სოდვა. იგი ტირილით იბადება, სიცრუეში იზრდება და ჩვენ ასე ვიტყვით ხოლმე პატარა ბავშვებს, რომ ნახეთ როგორ გაეშმაკდა და ასე შემდეგ. ანუ ძნელი არ არის ამის მიხედვით, რომ პრობლემა არის ჩვენს თავში. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ალბათ დაემოწმებით, რომ ანტიკურ ხანაში ყველაზე დიდი დევიზი და ყველაზე დიდი მოწოდება, რომელიც ეწერა აპოლონ დელფოს ტაძარზე, ეს იყო შეიცან თავი შენ. მაგრამ ძველი აღთქმის სწავლება, ანუ ანტიკური ხანის სწავლება, იგივე თქვათ, ადამიანური ფილოსოფია გაჩერდა აქ. მათ მეტი ვერაფერი ვერ უთხრეს საკუთარ თავს. და ახლა რა თქმა გეუბნება, რომ შეიცან ადამიანო საკუთარი თავი და შეიცნობ შენ ღმერთს. ანუ რას ნიშნავს ეს? შენ უნდა იცოდე ადამიანო, რომ იმით კი არ უნდა იამაყო მარტო რომ ქართველი ხარ, რომ თქვათ აი ამ ლამაზ კუთხეში ცხოვრობ, თქვათ ლამაზი თვალები გაქვს და მდიდარი ხარ და ასე შემდეგ. არამედ უნდა იამაყო იმით, რომ შენ დაუმსახურებლად მოგეცა ხატება და მსგავსება. ეს ხაზგასმით მინდა აღნიშნო, რომ შესაქმეში, რომელიც ესე თქვათ, მოგეხსენებათ 6 დღეში შეიქმნა უხილავი და ხილული სამყარო, ყველაზე აღმატებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და იმყოფება ადამიანი. ანუ როცა ღმერთი ქმნის უხილავ და ხილულ სამყაროს, იგი ბრძანებდა და ყველაფერი დაიბადა და შეიქმნა, მაგრამ როგორც კი მოიწია მე-6 დღე, ანუ ადამიანის შექმნის დღე, ღმერთმა გამართა ბჭობა, პირდაპირ წერია, რომ ქმნეთ კაცი ხატებისაებ და მსგავსებისაებ ჩვენ და ანუ ადამიანის შესაქმნის წინ ღმერთი ერთარსებას ამპიროვანი ბჭობს, როგორ შექმნა ადამიანი. და ეს ყველაფერი წარმოვიდგინეთ, მიეცა ღმერთს, ღმერთისგან ადამიანს, როგორც დიდი რუსთაველი ბრძანობს, მისგან არის ყოველი ხელმწიფე, სახითა მის მიერით. ანუ ყველა ადამიანი არის ხელმწიფე, მეუფე და მას ღმერთმა ჩააბარა ხილული სამყაროს მართლობა, მეუფება, მაგრამ ძალიან მალე და მარტივად ცდუნდა ადამიანი და იგი გამოძევებულია 60-დან, ანუ ექსორია ყოფილია ადამიანის 60-დან. და ყველა ადამიანში, როგორც ბრძანებენ ღვთისმეტყველები, არის ნოსტალგია. და ასევე მინდა მსმენელს და მაყურებლებს შევახსენო, რომ სიტყვა ნოსტალგია, ნოსტოს, ალგეოს ნიშნავს იმ დავიწყებულის ხსოვნას. ის ხსოვნა, რომელიც ყველა ადამიანის გონებაში არის ქვეცნობიერად ჩადებული, ანუ სამოთხის ცნობა. ადამიანი ურწმუნოა თუ მორწმუნე, ყველა ადამიანში, გარდა ცხოველისა, არის გარკვეული ის წმინდა ხსოვნა, მეხსიერება, რაც დღეს თუ ხვალე ყველა ადამიანში, ასე თქვათ, იჩენს თავს. ვისი ცოტა ადრე, ვისი გვიან, მაგრამ სამწუხაროდ არიან ადამიანები, ვინც იცხოვრეს და არ გახსენებიათ ის, რომ ისინი ადამიანები კი არ არიან მარტო, არამედ ხატება და მსგავსება არიან უფლისა. შეგახსენებთ ცნობილ ნაწარმოებს კაცი ადამიანი, ეს ძალიან ხშირად მიყვარს ხოლმე ამ ნაწარმოების პერსონაჟების გჯობ კი ლუარსაბის მაგალითების მოყვანა და თვითონ სათაურს დაუკვირდეთ, ალბათ შეიძლება ბევრი ადამიანი არ დაკვირვები ამ სათაურს, რომ თვითონ როგორც კი იწყება ნაწარმოები, წმინდა ილია მართალი სვავს კითხავს, რომ კაცია ადამიანი, რა თქმა უნდა არა, ღმერთმა შექმნა კაცი, ხატება და მსგავსება და ეს კაცი შემდგომში ადამიანი გახდა, ანუ დაცემული, აი ლუარსაბი არის ადამიანი. და თუ ადამიანი ლუარსაბი და დარეჯანი არ გახდებიან კაცები, ანუ ისეთები, როგორიც სამოთხეში იყო ადამი და ევა, ამოთ თქმა უნდა გამოსწორებული, მანამდე კაცობრიობას არაფერი არ ეშველება. თუ ადამიანი არ ფიქრობს გამოსწორებას და თუ შენ თავიდანვე არ დგეხარ სწორ კვალზე, ანუ არასწორად ფიქრობ გამოსწორებას და ადამიანებშივე ეძებ
მხსნელს და გამოსავალს. ადრეც გითხარით, მე არ ვიცი და ვინმეს გული ვატკინო, მაგრამ ჩვენი ერი განსაკუთრებით და სხვა ერებიც ყოველთვის ცდილობენ, რომ საკუთარი ერში მოძებნონ ვინმე ბელადი, ანუ გამორჩეული პიროვნება, მას ჩამოეკიდოს თელი ერი და მალევე ეს ადამიანი რომ დაინახავენ რომ ვერაფერი ვერ უშველა მათ, მაშინ ქვები ჩაქოლონ ან გააწევონ საქართველოსდან. ანუ როცა ადამიანი არასწორად იწყებს, ასე ვთქვათ, გარკვეულ მოღვაწეობას, იგი უკვე თავიდანვე სიცრუის მსახურებაში დგება და მას მულებრივია მომავალი არ ექნება. როგორ შეიძლება შენ ყავდეს განკაცებული ღმერთი და შენ კონდეს მართლმადიდებლური სარწმუნოება 2000 წელზე მეტი. და აი ამ სარწმუნოებისთვის არ გვიღალატია ქართველებს არასოდეს და დღეს გუშინ და ხვალ ალბათ კიდევ ვეძებდეთ ვიღაც სხვა მხსნელს, რომ აი პრობლემებს მოაგვარებს რომელიმე ზე სახელმწიფო. ერთ მორწმუნე მტერი თუ მოყარე ვერ გავარკვიეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხან ჩვენი მხსნელი და მაშველი იყო დიდი ირანი, ხან დიდი ოსმალეთი, თურქეთი, ასე შემდეგ. ახლა შეიცვალა ჩვენი ბატონი და ვეძებთ ასე ვთქვათ პრობლემების მოგვარებას დიდ სახელმწიფოებში, რაღაც გარკვეულ დიდი ფულის მქონე ადამიანებში და რაღაც დიდარ პარტიებში. მოგეხსენებათ რომ ეს ყველაფერი ჩვენ ვერაფერს კარგს ვერ მოგვიტანს, პრობლემები უფრო მეტად იზრდება, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ჩვენი კურსი, ანუ თანამედროვე ადამიანების კურსი ეს ქართველი იქნება, სხვა ეროვნება მნიშვნელობა არ აქვს, უკვე თავიდანვე არის არასწორი, რომ ქრისტე ღმერთი რომელიც მოვიდა ჩვენთვის და რომლის სახელზე ასე ვთქვათ დანიშნული განწესებული წმინდა დიდმარხვა შევინახეთ. აბა ეხლა მოიხედეთ კარგად შემოძირფასებო ტაძარში ერთეული ადამიანები ვიღა დარჩნენ, ხო? ჩვენ ბრწყინვალე შვიდეულის მერე მიმოვიფანტეთ, აღარ დავდივართ ეკლესიაში და გონია რომ რაღაც რელიგიური გზნობები დავიკმაყოფილეთ, აღდგომა ვიზეიმეთ, გავათენეთ ღამე, უკვიროდით, მაღალ ხმაზე დიდება ღმერთს რა თქმა უნდა ძალიან კარგია რომ ქრისტე აღდგა და არ გასულა რამოდენიმე კვირა რომ ეკლესიები ფაქტიურად დაცარიელდა. რა თქმა უნდა არ ვაყენებ არავის შეურაცხყოფას, იქ დარჩა უამრავი ხალხი, მაგრამ უამრავი ადამიანი, ესე ვთქვათ, დაუბრუნდა თავის ძველ ცხოვრებას. მკაცრად შეიძლება გაიგოთ, მაგრამ პირდაპირ გეტყვით ეს სიტყვები. პეტრე მოციქულს ეკუთვნის, ზაღლი ისევ თავის ნარწყებს დაუბრუნდა, ღორი ისევ თავის ტალახიან გუბეს. და მე გვიკვირს რომ რატომ არის ამდენი პრობლემები, რატომ არის რომ ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მე მინდა რომ ვინმე განკითხვაში არ ჩავარდეს და ისევ წმინდა წერილის ენით გესაუბრებით და დიდი წინასწარმეტყველების და პატრიარქების და მოციქულების სიტყვებს შეგახსენებთ, რომ ერთხელ ესე წინასწარმეტყველი მიდის მეფე აქაბთან, რომელიც აქაბი იყო ესეთი პიროვნება, რომელიც ხან ბაალს ემსახურებოდა, ხან იახვეს. ანუ იახვე, ვინმეს არ გეგონოთ ახლა მე იეღოველობას ვქადაგებ, იყო ძველი აღთქმის ღმერთი ბრძანდება, ანუ ერთ-ერთი ეპიტეტი არის იახვე, როგორც ადონაი, ცაბაოთი, ელოჰიმი, შადაი. და ამ დროს მიდის ესაია და პირდაპირ ეუბნება მეფეს, რომ ნუ თუ არ გეყოფთ ორივე ფეხით კოჭლობა, ან თუ ღმერთია იახვე, ღმერთი ადიდეთ, თუ ბაალია ღმერთი, მაშინ ბაალი ადიდეთ. იგივე მდგომარეობაშია დღეს ქართველი ერის. თუ ქრისტეა ღმერთი, მაშინ ქრისტე ღმერთი ვადიდოთ და თუ მაშინ რომ სხვა ბელადები ყავთ ჩვენ და ვიღაც სრულწინამძღოლები ყავს, მაშინ მას თუ კმიოთ ჩვენ ამ შემთხვევაში ღმერთი ჩვენ გვამხელს, რომ არ შეიძლება ორი ბატონის ამსახური. თუ შენ ესე ვთქვათ დაცემული ადამიანის იმედი გაქვს, ეს იმედი ძალიან მალე გაცრუდება და ისევ პირში ჩალა გამოვლებული დარჩები. და ამიტომ ეკლესია ყოველთვის ასე ვთქვათ დაუღალავად ამ ხელს საზოგადოებას, მაგრამ ხშირად ალბათ დამეთანხმებით გიორგი რომ გლის თავზე სახარების კითხვა გვიწევს ჩვენ. კი, გვეთანხმებიან რომ ეს ასია, მაგრამ რა ვქნათ, რომ არ მოვიპარო, რომ არ ვიმრუშო, რომ არ ვიჩხუბო, რომ არ შევიგინო, რომ არ ვლანძღო, რომ არ ვცემო და ასე შემდეგ და მაშინ ნუ ღარ მოიკითხავთ პასუხს კითხვაზე რა გვეშველება. თვითონ ეგ სიტყვა რა გვეშველება არის ძალიან ურწმუნო ადამიანის ნათქვამი ალბათ, იმიტომ რომ თუ ღმერთი მოვიდა და განკაცდა, რაღაცომ იძახი რომ რა გვეშველება, უკვე გეშველა, მაგრამ შველა, როგორც გითხარით, არის შენი გულის კარებთან. ქრისტე ბრძანებს რომ აი მე ვდგევარ შენი გულის კარებთან და ვაკაკუნებ და თუ შენ არ გაუღე ქრისტეს კარები, ის ხო არ შემოამტრევს, როგორც ეშმაკი და ხო არ შემოვა მძლავრებითად. ღმერთი არავის ცხოვრებაში არ შედის მძლავრებითად. ანუ ეკითხება განღვეულს, ეკითხება ბრმას, აი მან იხილა ბრმა ბარტიმეოსი, ღმერთმა იცის რომ ბრმა არის ადამიანი, მაგრამ მაინც ეკითხება რომ რა გინ რომ გავაკეთო. ღმერთმა არ იცის, სანამ მეტყოდა რა უნდა და მას თვალების ახელა, მაგრამ თუ ღმერთი ჩვენი თხოვნის გარეშე, ჩვენი ხელის განძრევის გარეშე და გვეხმარება და ყველაფერს გააკეთებს, ჩვენ უფრო გავზარმაცდებით.
უფრო უარესი ურწმუნოები გავხდები და ვიტყვით, რომ დიახაც, ჩვენ ქართველები ვართ, მართლმადიდებლები ვართ, აი ჩვენ ეს ყველაფერი მოგვეცა და აი ჩინელები ცუდები არიან, ჩვენ კარგები ვართ და ასე შემდეგ და ხედავთ, რომ აი ეს წარმართი ჩინელები უფრო შრომელები არიან, უფრო ასე თქვა, რაღაც გარკვეულად მოიწყეს ცხოვრება და ჩვენ მიწებსაც ეპატრონებიან უკვე და შემოდიან ასე თქვა ლაღა და ამ დროს ჩვენ გულხელ დაკრეფილი ლუარსაბ დაეჯანები ზივართ და ვიძახით ასე თქვა ესეთი რიტორიკული ტონით, რომ რა გვეშველება, სუფრაზე გვიყვარს კარგი თამადობა, ბრტყელი სადღეგრძელოები და აი სუფრაზე რო ქართული კაცს მოусმინოთ, იტყვი რომ აი ეს ხალხი არის ნამდვილად გმირები, ვაჟკაცები, მეომრები, გონიერები და როგორც კი დამთავრდება სუფრა, მე მივხვდებით რომ ეს ყველაფერი არის ტრაბახი და მეტი არაფერი და ამიტომ ჯობია ნაკლები ვიქეიფოთ, ნაკლები გავერთოთ, ნაკლები ვიზარმასოთ, მეტი ვილოცოთ, მეტი ვიშრომოთ, მეტი ვილოცოთ, ასე თქვა, არა მარტო სიტყვებით, არამედ ლოცვა იყოს ჩვენი ქმედება, ჩვენი რაც თავდაბლობაში გამოიხატება, სიყვარულში გამოიხატება, სასოებაში გამოიხატება და მეგონი ძნელი არ არის ადამიანები მიხვდეს რაც ჩვენ გვჭირს, ყველაფერი გვჭირს, ჩვენი უგუნურობით, ჩვენი ურწმუნოებით, ჩვენი ამაყობით, ამპარტავნობით და ასე შემდეგ. დიდი მადლობა, მამო, ეს ხომ არ არის იმის მიზეზი, რომ რაც ჩვენ გვემართება სიტყვაზე, ის რომ აი ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვინც სიტყვაზე მაცხოვარი ჯვარს ვაცვით. ჩვენ ის ადამიანები ვართ, ელემენტარული, რომელ ქვეყანაში სიტყვაზე სასულიერო პირი შეიძლება რაღაცა დაიჭიროს სიმართლის გულისთვის. ჩვენ ის ადამიანები ხო არ ვართ, რომლებსაც შეუულიათ ვიღაც არა ადამიანებმა რაღაცა თქვან, რომ რაღაცა უწმინდესი იმ დღეს ისეთი რაღაცა მოვისმინე, რომ უწმინდესიო უნდა გადადგესო რა. აი შე დალოცვილო, ჩვენ ღმერთმა მოგვცა ჩვენი უწმინდესი, ხო? აი შენ ვიღაცა, არ ვიცი, ჩემთვის ის არის მხედზე უარესი რა. დგას და ესეთ რაღაცას იძახის. სწორედ იმიტომ მოგვცა ამხელა ნუგეში, რომ შენ თქვა სახში აღარ უსმენ, ისეთი ადამიანები ლაპარაკობდნენ ამას ბუღაძეები და ვიღაც საცოდავი ვიღაცები რა. მეცოდებით უბრალოდ ისეთი საშინელებაგელი და ამ დროს 5 მეტრში აქ მართულებს და რაღაცებს მართულხარდებს გვიბავენ და იქ არ ჩასულ ხარ და 5 თუ 6 დედათმავლების და მამათმავლების გულისთვის გამოდიხართ აქ და უწმინდეს ეს რაღაცებს ლაპარაკობ, სასულიერო პირებზე ეს რაღაცებს ლაპარაკობ. კიდე კარგად ვართ ჩვენ ალბათ ხმას რო არ ვიღებ, აი ამ ყველაფერზე რო ხმას არ ვიღებთ, იმიტომ ისე გული მწყდება, ერთადერთი ნუგეში გვაქვს ამ ქვეყნად, ხო? რომ ესეთი სასულიერო პირები გვყავს, ესეთი უწმინდესი გვყავს და ესენი გამოდიან და ესეთ რაღაცებს კადრულობენ, არ ვიცი ეს, რა თქმა უნდა ბოროტისგან არის და ყველაფერი ძალიან ცუდია, თან არ ესმით იმათ, რომ აი რას ეხებიან, რა ღმერთმა იმიტომ დაგვიდგინა უწმინდესი, რომ სწორედ აი ბუღაძეებმა და იმათმა გადააყენა. ეხლა თქვენ ხო წარმოგიდგენთ ბუღაძეს უბრალოდ მე არ მოусმენ, ეხლა სირცხვილია ხო რეებზე ლაპარაკობს, ხო? მაგრამ არ ვიცი რა. და მამო, აი ამის გამო ხო არ ხდება ადამიანებზე განსაცდელი, იმიტომ რომ აი ეს რაღაცას ვიღაცები ინტერნეტში დაწერენ სიტყვაზე სხვათა შორის აი ეს ბოროტისგან ისეთი დაცვები მოდის ხოლმე, რომ აი დაწერენ ვიღაც ძალიან ცუდ ადამიანზე რაღაცას სწორს, რომ აი ეს ცუდად მოიქცა და ამას იცავენ ისინი კბილები და ჩვენ მართლმადიდებლები, ჩვენ უწმინდესზე, იქ სასულიერო პირებზე რაღაცებს დაწერენ ხოლმე და ზედაც ვაიმე უნდა გავატაროთ, არ უნდა უსმინოთ, არ უნდა ვნახოთ და ხო არ არის მამო, აი რაღაც ღონე თუ ძალღონე მისაღები, რომ სიტყვაზე აი ამ ადამიანებმა შემდეგში ესეთი რაღაცა არ გააკეთონ, თუ უნდა დაუდგეთ და ჩვენ უნდა ვითმინოთ ეს ყველაფერი, როცა ჩვენ სიწმინდეს შეურაცხყოფთ, ჩემთვის ეს ადამიანი არის წმინდა და ღვთისგან აჩუქარი და თუ შეიძლება მამო, აი ამასთან დაკავშირებით ხომ არ ისჯება, ერი თქვენს თუ არა უწმინდესზე ორი სიტყვა მართულხარდმა გადმოიწია 300 მეტრით. და მალე მოვლენ და ნეტა ის 300 მეტრის მაგივრად არ მინდა თქვა, მაგრამ მოება თქვენზე ყელზე ის მართულხარდები, ვისაც ეგენა გიბრუნდებათ აი სასულიერო პირებზე და საერთოდ ეკლესიაზე რა. აი მაშინ მართლახმას არ მოვიღებდი რა. ვერ მეშლება ხომ ეს თუ შეიძლება მამო, ამასთან დაკავშირებით უგვეთქვით რა. თქვენ კითხვაზე გიორგი არ არის ძნელი პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში სოლომონ ბრძენებს ზანებს, რომ ყოველივე ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ჩემთვის ილია მეორე კათალიკოს პატრიარქი არის მეორე ილია და ჩვენ პირველი ილიას მკვლელობა ფაქტიურად არ მოგვინანიებია. მართალია ქართველ ერს არ მოუკლავს, მაგრამ ქართველმა ერმა იცოდა, რომ ილიას ემუქრებოდა მკვლელობა. როგორც დღეს ყავს ერთი მანათობელი ადამიანი საქართველოში კათალიკოს პატრიარქი, ასე იყო მე-19 საუკუნეში, ესე თქვა წმინდა ილია მართალი. ადამიანი რომელიც ამბობდა, რომ ამ თისქვეშეთში კაცი არ არის, ჩემი ფიქრი, ჩემი აზრი გაუზიარო. ყველა მიცოდა რომ მას ემუქრებოდნენ, მას ლანძღავდნენ, აშარჟებდნენ და
ისე იყო დასნეულებული როგორც ჩვენი პატრიარქი ფაქტობრივად რომ ის მალე მაინც აღესრულებოდა გული აწუხებდა მას და მაინც მოკლეს წმინდა ილია მართალი აღარაფერი განსაკუთრებული ახლა არ ხდება ანუ სიბნელე ღამურები ვირთხები და თაგვები ვერ იტანენ სინათლეს და კათოლიკოს პატრიარქის მოღვაწეობა არა მარტო საქართველოში მთელ მსოფლიოშია აღიარებული ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა ასეთი პიროვნების წინამძღოლობას და ხელმძღვანელობას. და ადამიანი რომელიც იძახის რომ მე ჩვენ არ გვჭირდება შენი პატრიარქობა დროა გადადგეს, ის ადამიანი ბუნებრივია, არის უგუნური, ბნელი და არ იცის რას ითხოვს. მას თვითონ აქვს პრობლემები უბრალოდ და ასე შემდეგ. ერთ რამეს გეტყვით, აი ჩვენ ახლა დამოუკიდებლობა ვიზეიმით. და ეს იყო მთავრობა ათეისტური ნოე ჟორდანიას მთავრობა, რომელსაც ღმერთი არ წამდათ. ამ პერიოდში მოღვაწეობდა კათოლიკოს პატრიარქი კირიონ საძაგლიშვილი, რომელიც წმინდანად არის შერაცხული. ეს პატრიარქი მიდის ამ მთავრობის წარმომადგენლებთან და ასეთ კითხვას უსვავს, რომ როგორ გიწოდოთ თქვენ, როგორ მოგიხსენიოთ ლოცვებში, როგორი ხელისუფლება ხართ თქვენ. იცით რა უთხრეს კირიონს, რომ ჩვენ თქვენი მოხსენება არ გვჭირდება და რა დაემართა ქვეყანა და სად გაიქცნენ ყუდამოძუებულები ნახეთ თქვენ. რაღაც მსგავს მდგომარეობას ხედავ თუ შენ მაცხოვრის თანამოსაყდრეს ფაქტიურად და მის ნაცვალს დედამიწაზე. რა თქმა უნდა, პატრიარქი ღმერთი არ არის და არც ქრისტე არ არის, მაგრამ მისი წარმომადგენელია. უკვე წლები, ათეული წლების განმავლობაში მისი სიტყვით, მისი ქადაგებით, მისი ლოცვით თუ ადამიანი ვერ ხედავს რა ხდება, მაშინ ის უკვე არის რა თქმა უნდა ბნელეთის მოციქული. ნუ არ უნდა რომ დაინახოს და ახლა ჩვენ ძალად ვერ დავანახეთ ვერავის, ხო? ასე ამას ამ დროს შენ აცხადებ ბუნებრივია ამ ადამიანების უკან გარკვეული მასები დგა, რომლებსაც უნდათ რომ იყოს სიბნელე და თავიანთი სიბილწე არ იქნას გამოჟღავნებული. და წარმოვიდგინეთ, მათ გონიათ თუ პატრიარქი გადადგება, ყველაფერი მოგვარდება და დამთავრდა. ეს პატრიარქი არ იქნება, სხვა პატრიარქი იქნება. ქრისტე ხო არ გადადგება, ეკლესია ხო არ გადადგება. სიწმინდე, გადაგება, სიყვარული, ლოცვა, ყველაფერი ისევ იქნება. უბრალოდ როცა შენ ასეთი განცხადება გააკეთე, ვინც ხარ, მე არც გვარი მაინტერესებს მისი და არც სახელი და არც არავისი, როცა შენ ისტერიული გინება დაიწყეს 17 მაისის მერე სამოციქულო ეკლესიის, მართლმადიდებლური ეკლესიის და თითქოს ჩვენ რაღაც საშინელებად ჩავიდინეთ. ერთი არ უთქვია არავის რომ ხალხო, ნუ თუ შეიძლება თამარის და დავითის ქვეყანაში მამათ მავლების გეი პარადი მოეწყოს. ნუ თუ შეიძლება რომ სკოლის წინ დედაქალაქის შუაგულში, ჩვენ დედაქალაქი მოგეხსენებათ, რომ ღვთისმშობლის სახელზე აშენებული ქალაქი. აბო თბილელი ფარველობს 100,000 მოწამე და უამრავი წმინდა მამა თუ დედა. და ამ დროს იმაზე კი არ აღშფოთდა ვინმე წყალებში ვამბობ აღშფოთდა თქვათ რომ როგორ ბედავენ ასეთ რამეს, არა თქვათ როგორ გაბედა 1-2 სასულიერო პირის მიერ თუ რაღაც გარკვეული ამჩატდება გამომჟღავნდა. აი ამაზე იყო აღშფოთებული თელი ბომონდი, არაწმინდა ბომონდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ იმტევებელი ხალხი ვართ. მე ვიცი რომ პატრიარქმაც შეუნდო მაგ სიტყვების მთქმელს, მეუფე იაკობმაც და ყველა იმ მოძღვარმა, ვინც დაუმსახურებლად იქნა შეგინებული და შებილწული, მაგრამ მე აი თქვენ კარგად აღნიშნეთ რომ არ იყო გასული რამოდენიმე დღე დამოუკიდებლობის აღნიშვნის შემდეგ და 17 მაისის შემდეგ უკვე ერთმორწმუნე რუსებმა უკვე გადმოწიეს საზღვარგარეთ. ნუ თუ ეს არ არის ნიშანი რომ ღმერთ ჩვენი საქციელი არ მოწონს, ეხლა ვწეროთ და ვიკითხოთ ეს ნოტები, აღშფოთდეთ თქვათ იმ დიპლომატურ კორპუსს, ასე თქვათ ფეხები დაუკოცნოთ, იქნებ გვიშილოთ რამე და ვერ ხვდებით რომ ვერავინ ვერაფერს ვერ გშველის. ნუ თუ ვერ ხვდებით ეს ყველაფერი უფლისგან არის დაშვებული და უფალი არის განრისხებული ჩვენზე. ნუ თუ ამის მიხედვით ძალიან ძნელია. არ არის ძნელი მე მგონი, მაგრამ თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ, საზღვარი კი არა, მე მგონი შეიძლება საქართველოს სახელი შეუცვალონ საერთოდ და ერთმა დაგვიფაროს შემოძირფასება. დროა რომ საქართველოს გაერთიანდეს დედა ეკლესიაში და მართლა მოვიდნენ ეკლესიაში და პატრიარქი მარტო სახელად კი არ გვიყვარდეს და აი მე მგონი ეს უფრო არ დაიწყება ის რომ არ წამოდგეს თელი ქორწილის თქვათ ან დაბადების დღის უფრა და პატრიარქი არ დალოცონ. პატრიარქი ჩვენ აკეთა გლოცავს. პატრიარქის სიტყვა უნდა შევასრულოთ ჩვენ. წმინდა ილია მართლის ანდერძი უნდა შევასრულოთ ჩვენ. ის ბედნიერი ბწყალებში ვიძახი, მართლა ასე ხო არ უნდა ვიყოთ. ილიამ ხო ჩვენ გვამხილა ბედნიერი ერი და გვიწერა ლექსი. ბედნიერი კი არა, მე მგონი ბწყალებში უბედნიერესები გავხდით უკვე. ფურთხის ღირსიც არ ახარო შენ საქართველო
თქვა კაკი წერეთელმა ილიას დაკრძალვას. ეს ყველაფერი თუ ჩვენ დაგვავისდა, თუ არ გვეყო მართლა როგორც წეგან გითხარით, ორივე ფეხით კოჭლობა. ამდენი სალოცავების მერე, ამდენი სიწმინდეების მერე, ამდენი წმინდანების ფარველობის შემდეგ კიდე ყოფნის ჩვენ რაღაც თქვათ ვიღაცების მიერ დაპროგრამებული ხალხის წყავწყავი და ასე თქვათ ყეფა იმაზე რომ აი როგორ შეიძლება და ასე შემდეგ და განეკითხავენ სასულიერო პირებს რომლებიც ლოცულობენ ერზე. შეიძლება მათ არ იციან რომ ჩვენ ყოველ დილით როცა ვდგებით მოძღვარის და მრევლის დილის ლოცვებში ვამბობთ რომ ღვთივ დაცული ერი ჩვენი მთავრობა და მხედრობა მისი და ყველა ის ადამიანები ვინც არ არის მართლმადიდებლობაში ღმერთო მოაქციე მართლმადიდებლობაში რამხელა სიყვარული უნდა გქონდეს ადამიანს რომ აი ამ კადრების მერე აი ამ განკითხვის და აყალმაყალის მერე გვეყოს მაინც უნარი ჩვენ რომ შეიძლება ზოგიერთი მოძღვარი აღარ სიხსენებს არავის ლოცვებში იმიტომ რომ ისე არიან გაბრაზებულები მაგრამ მოდი გვეყოს ჩვენ სიყვარული თავდაბლობა მიტევება რომ თუ ჩვენს გავბრაზდებით მოძღვრები და ეკლესია ერზე, მაშინ რა გვეშველება ჩვენ? მაშინ შემოვლენ ისევის მონღოლები, ისევის სპარსელები, აგერჩინელები შემოდიან და ჩვენს გადაგვარებას მე მგონი არაფერი აღარ უკლია. და დროა რომ ასეთი უშნო გამონათქვამები და ასეთი ორჯონიკი ძეები, ასე თქვა და ყორღანაშვილები და მოღალატეები ყოველთვის იყვნენ, არიან და კვლავაც იქნებიან, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მოთმინება, ჩვენ გვჭირდება სიყვარული, რომ ჩვენ მათ ენაზე არ ვისაუბროთ. აი, უბრალოდ ჩვენ ზოგიერთ ჩვენ სასულიერო პირს არ ეყო სიყვარული და მოთმინება, რომ ეს ისივერაგე და ისიბილწე დაითმინათ, მაგრამ მათ ისეთი საშინელება არ ჩაუდენიათ, ხო რაღაც კაცი არ მოუკლავთ და ასე შემდეგ. თუმცა ივანე ოქროპირი ამბობს, რომ თუ შენ გაიგე, რომ ქუჩაში ვინმე აგინებს ღმერთს და ამის გამო შენ ხელს გამოიღებ, დაგაპატიმრებენ, მაგრამ შენ იქ შეგიძლია იმართლო თავი, რომ როგორ შეიძლება რომ თუ ვინმე მეფეზე იტყვის რამეს ხელს გამოიღებ შეხებას დაიმსახურებ და ამ დროს თუ კი ღმერთზე ვინმე რამეს იტყვის ცულს შენ ხელს გამოიღებ ამდენად მეტია ღმერთი მეფეზე ბუნებრივია ხო და თუ შენ დუმარებაში ხარ აი ასე ამბობენ წმინდა მამები რომ დუმილით გაიცემაო ღმერთი მე ძალიან გული მეტკინა იმ სასულიერო პირებისგან რომლებიც აქეთ თქვათ იცავდნენ იმ დაცემულ ადამიანებს და თითქოს ჩვენ გვარიგებდნენ ჭკვაზე, რომ აი ისინი ღვთისმშობლები არიან და ჩვენ გამოვედით რაღაც თალიბანები და ასე შემდეგ. აი გარკვეული სასულიერო პირები ცოტა ესეთი რეგბის სპორტსმენები იქცეოდნენ, გარკვეულები ირონიით და ტყემტყელი სიტყვებით საუბრობდნენ და ჩვენ საშუალო საზოგადოება გამოვედით მშვიდობიანად მრევლთან ერთად და არანაირი არავის ცემა ტყეპა არ გსურდა, მაგრამ აქ მე მგონი რაღაც იყო რაღაც ესე თქვა შეთეთხნილი მდგომარეობა და ვიღაცებმა ისარგებლეს სასულიერო პირების სიმშვიდით და ჩვენ ვინმეს არ ეგონოს ისინი ჩვენი მრევლი იყო და ჩვენი კურთხევა იყო ვინმე სცემა, ტრევა, ქვისროლა და ასე შემდეგ. ნურას უკაცრავა ჩვენ ყოველთვის ვემიჯნებით მაცხოვარს ქვა არ უსვრია არავისთვის, როცა მას მიუყვანეს მეძავი ქალი, უთხრა საზოგადოებას რომელიც თქვენ შორის არის უფრო სუფთა და უცოდველი მან ესროლოს ქვა. იგივე პოზიცია გაგვაჩნია ჩვენც. მაგრამ უკაცრავად ის ხალხი ვინც ჯერ კიდევ ვერ დაწყნადა და ჭყალებში აღშფოთებულია. აბა ნახეთ მტკვარი ზღვა, მკვდარი ზღვა რატომ წარმოიშვა? რატომ დაიქცა სოდომ გომორი? არ შეიძლება რომ ხვალ ჯვარიგვწერია თბილისი აღმოჩნდეს გომორის მდგომარეობაში. ხო შეიძლება? ფაქტი სახეზეა რომ უკვე არ გასულა ორი კვირას რომ საზღვარი გადმოიწეს. ხო შეიძლება ეს საზღვარი მოვიდეს სამგორთან და ლილოსთან მოვიდეს. სავსებით შესაძლებელია. ასე რომ ჩემო ძირფასებო ღმერთმა ყველაფერი გვასწავლა, ყველაფერზე მიგვანიშნა. საკმარისია ჩვენ წავიკითხოთ ძველი და ახალი აღთქმა, მიხვდებით რომ ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი, რომ ახალი არაფერი არ ხდება, ადრეც იყვნენ მამათმავლები, ადრეც იყვნენ, ასე ვთქვათ, აღარ ჩამოუთვლი ამ საზეზღრობებს, ბუნებრივია, ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში პავლე მოციქული ამხელს რომაელთან იმათ ეპისტოლეში რომის მდგომარეობას. ამხელა რომი დაიქცა ამ ცოდებიდან გამომდინარე. ამ გაღწნილებამ და გარყვნილებამ დააქცია რომი და რას უზავს პატარა საქართველოს. მე მგონი ამაზე კომენტარი აღარ გჭირდება. შევინანოთ, გვიყვარდეს, ერთმანეთს მოვეფეროთ. მე ვიცი რომ ის სიტყვები ვინც თქვა პატრიარქზე თუ ხვალ მოვა სამების ტაძარში და პატრიარქს შენდობას ეტყვის, პატრიარქი მას სრემლებით ჩაიხუტებს, დალოცავს და აკურთხებს და მე მგონი შევრიგდებით და ყველაფერი კარგად იქნება. დაპირისპირება, ჩასაფრება, ქვის როლა და ეს რაღაც გადაცემები და შოუ პროგრამები თითქმის ყოველ დღე და ყოველ საღამოს იმართებოდა ყველა არხზე და უწყვეტი გინება და კორიანტელი იყო. და რა მივიღეთ ფაქტი სახეზეა. მე მგონი ეს გაფრთხილებაა და თუ არ გამოსწორდებით უარესი მოგველის ჯვარი გვწერია ბუნებრივია.
ძალიან დიდი მადლობა. მამო, თან აი თითქოს ესე გამოვიდნენ და რაღაც ძალადობის წინააღმდეგ რაღაცა ვითომ იცავდნენ იმაზე ჩვენ ძალადობა განვახორციელეთ და ამ დროს მე ეგეთი ადამიანების არ მწამს, როცა ციხეში ისეთი ძალადობა იყო და მაშინ რო ჩუმად იყავით. ხო, ის არ იყო ძალადობა და ეს არის ხო ძალადობა, უბრალოდ რო ისა რა ქვია, ჩვენ შვილებს რო ის არ ანახეს, ხო? ცოტა რაღაცა სინდისი და ნამუსი უნდა იქონიოთ, იმიტომ რომ ავი მოურიდებელი ხალხი რო ხართ, კი ვიცით, მაგრამ რაღაცის მაინც უნდა შეგცხვეთ და უწმინდესზე რო საუბრობთ, უბრალოდ რა არის, უწმინდეს ამით არაფერი დააკლდება. უბრალოდ საქართველოს და სახელმწიფო დაზიანდება თვითონ და ძალიან ცუდად იქცევით და მე უბრალოდ გირჩევთ, რომ თქვენი შვილები მაინც შეიცოდოთ, რომ ის ცოდვა თქვენ შვილებს და შვილიშვილებს ასანაზღაურებელი არ გაუხდეთ რა. თორე თქვენ რო დადგახართ იმ გზას და იმ ბნელ გზას უკვე ჯოჯოხეთი რო ქვია, ეგეც ვიცით. თუმცა უწმინდესი თქვენზეც ლოცულობს და ვიცით უფრო ლოცულობს თქვენზე. არ ვიცი, მეტი რა ვთქვა, არ შემოუშვებ. გისმენთ? 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 სამწუხაროდ გაითიშა, დიდხანს ვალოდინეთ ბოდიშით. მამო, აი ამასთან დაკავშირებით მინდოდა კიდე მე თქვა, რომ აი თუ არის რაღაც ადამიანის პრობლემა ის რომ აი რო იქნება ზოგიერთი ცხოვრობს ზუსტად სწორედ და აი ვერ იტანს ხოლმე და გარკვეულწილად ხო არ არის ეს იმის ბრალი რომ თითქოს მე ვარ ამაყი და მე მგონია ანუ აი ამ პრობლემას რო შევხედო სიმდაბლით რომ აი მე მეტის ღირსი ვარ რაღაცა ხომ არ იცის ეს ეშმაკმა და ბოროტმა რომ სიტყვაზე აი ზუსტად იქ აი ის იმას რომ დამიშავებს იმით იმას ვიზამ რა ქვია ანუ იმით დამიშავებს მე რა აი სიტყვაზე რაც მიყვარს ის რომ ატკინოს აზეთ დარდობ ის რომ მომისპოს და რო ვიქნები თავმდაბალი და უბრალო სიტყვაზე ხო არ იქნება უფრო ადვილი გადასატანი ჩვენთვის როგორც მართლმადიებლისთვის ეს პრობლემა და იქნებ მე საერთოდ რო შეხედავს ეშმაკი რომ ჩვენ არ გვადარდებს ეს პრობლემა იქნებ მე შეეშვება ამ პრობლემას და ჩვენ გულისდგენას თუ შეიძლება მამა რა თქმა უნდა ეშმაკი ამაზე ჩვენ საკეთ თემა შეიძლება მე მიუძღვათ არ დაცემულ სულს მაგრამ ზოგადად ვიტყვით რომ უნდა ვიცოდეთ ვინ არის ჩვენი მტერი ჩვენი მტერი არის პირველ რიგში საკუთარი თავი და შემდგომში საზოგადოება და დაცემული სული. ხშირად ადამიანს ისე უყვარს თავისთავი, რომ საკუთარ თავში არ ეძებს მტერს, საკუთარ თავში ვერ ხედავს პრობლემას და იწყებს მაშინვე გადაბრალებას, რაც დაემართა ევას და ადამს სამოთხეში. მოგესალმებათ, რომ დაცემული სული შედის გველში, გველიდან ევაში, ევადან ადამში. და როგორც კი ღმერთი ადამიანს ადამს ეძახის, რომ ადამს ადახარ, ეს სიტყვა გთხოვთ, რომ ყველამ დაიმახსოვროს, ეს მოწოდება ჩვენ როცა დიდი მარხვა იწყება ადამიანის გამოძევება სამოთხიდან მაშინ ვიხსენებთ და არა მარტო დიდი მარხვის წინ არამედ ყოველ დილა უნდა ჩაგვესმოდეს უფლის მოწოდება რომ ადამიანო სად ახარ შენ დაფიქრდი სად ახარ რომელ ქვეყანაში და რომელ ოთახში და რომელ ოჯახში და სახლში კი არა რა მდგომარეობაში ხარ შენ მთელი ღამე რასაკეთებდი სად დადიოდი სად კეიფობდი სად მრუშობდი სად ეწეოდი სად იპარავდი ვის ეჩხუბებოდი აი ამ ყველაფერს თუ ჩვენ დაუკვირდებით პასუხს გავცემთ ღმერთს რომ ღმერთო ცოდვაში ვარ შემინდე მოვინანიებ ამ ყველაფერს პრობლემები მოგვარდება მე როგორც კიდევან გითხარით მაგრამ ადამიანს ეს არ უნდა რომ საკუთარი თავი დაადანაშაულოს ერთ-ერთი დიდი სწავლება ეკლესიაში რომელიც მოდის ასკეტი მამებისგან ეს არის ამბა დოროთე მარკოს განშორებული სინასინამზღვარი იოანე კლემაქსი არის შემდეგი რომ ყოველ არსებულ სიტუაციაში საკუთარი თავი დაადანაშაულეთ და ამით მოიპოვებთ სულიერ სიმშვიდეს. ჩავარდი პრობლემებში, ესეთი კარგი ქადაგებაც არსებობს სერაფიმე ვირიცელის ეს ჩემგან იყო. ყველა კითხვაზე არის პასუხი. რამდგომ მიგატოვეს მეგობრებმა, თქვი რომ ეს უფლისგან არის. მიიღეთ წარუმატებლობა, ეს ჩემგან არის. ანუ მივხვდი რომ ეს ყველაფერი რაც ჩვენ გვჭირს არის უფლისგან, ოღონდ იმიტომ კი არა რომ შენ ღმერთს უნდა რომ დაგჩაგროს თქვა, ან რამე მძიმე მდგომარეობაში შენი გამოსწორება უნდა ღმერთს, მაგრამ ადამიანი რაც უფრო ბევრ პრობლემებში ვარდება, უფრო ვერანდება, პარტახდება, უფრო შორდება ღმერთს და უფრო უმადური და ლუარსაბი და დარეჯანი ხდება სამწუხარო და აყვედრის მე ღმერთს. რამდენადაც მოგისმენიათ გიორგი რომ თქვა აი სად არის ღმერთი თქვა, რატო ხდება ასე, რატო აი და ჩვენ გთხოვენ მე პასუხს. პრობლემა არის ჩვენში ადამიანმა უნდა საკუთარი თავი უარყოს, როგორც ქრისტე ამბობს, უარყავ თავი თვისი, აღიღე ჯვარი და შემომიდექ მე. ვინ მიაკეთებს ამას ერთეულების გარდა? არავინ და თუ შენ საკუთარი დაცემული ბუნება არ უარყავი. თუ შენი თავისუფალი ნება გონივრულად არ მოიხმარე და არ შეუდექი ღმერთს და მე იძახი რომ რატო ვარ ამ მდგომარეობაში, ბუნებრივია
ამაზე პასუხი არსებობს. ორი ბატონი არსებობს, ერთი კეთილი, ჭეშმარიტი და არსი მყოფი, რომელიც არის ჩვენი მშობელი და მამა, ღმერთი, მეორე არის ცრუ ბატონი, რომელიც ცდილობს რომ ჩვენი შვილობა მამა ღმერთს მოსტაცოს და გახდეს ჩვენი ცრუ მამა. და დღეს თითქმის უმრავლეს ადამიანს ყავს ცრუ მამა, ანუ ცრუ პატრონი, ცრუ ბატონი, იგივე ბაალი, იგივე ბელზაბელი, იგივე ეშმაკი და მე უკვირს რომ განაძნელია იმის მიხედვით რომ ვისი მონაც ხარ, ის შენი ბატონია და რო არ ცხოვრობ, კარგად ეს შენი და მისი ბრალია. რატოს თხოვ ჭეშმარიტ ბატონს, ვისაც შენ განუდექი, როგორც უძღები შვილი. თუ უძღები შვილი დაბრუნდება მამასთან, ბუნებრივია მამა ეზოშივე შეეგებება მას. მას მაშინვე დაუბრუნებს ბეჭედს. და მას ესე ვთქვათ ის თავისუფლად მდგომარეობაში ჩააყენებს ისე. მე მგონი ამის მიხედვით არ არის ძნელი. ძალიან დიდი მამა მობილური ეკავს სამწუხაროდ ისა უბრალოდ უნდა ჩავრთოთ შევწყვიტოთ საუბარი. გისმენთ? საღამოშიდობისად გამარჯობა. დაგმოცეთ მამაო, უგრძესი მადლობა. ქრისტიანობა. საუბრისათვის ასეთი ქადაგებისთვის და მე ვფიქრობ და კიდევ ჩემნაირები ძალიან ბევრი არიან. ძალიან ბევრი არიან, ვინც ასეთ მართალ სიტყვას ელოდება სასულიერო პირებისაგან და ასეთ მართალ ქადაგებას, როგორც ახლა მამა გიორგი ქადაგებს პირდაპირ ეთერში. ჩვენ ფაქტიურად მამაო მინდა ასეთი რამ გითხრათ. სულ რაღაც ორიორების ვიზეიმეთ საქართველოს დამოუკიდებლობა. მაგრამ რამდენად ვარ ჩვენ დამოუკიდებლები, როდესაც რომელიღაც ქვეყნის თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი აძლევს თავის თავისუფლებას ან ნებისმიერი ქვეყნის ელჩი რომ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში. როდესაც ეს პრობლემა ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, მაგრამ არასდროს საქართველოში არ ყოფილა დევნა ასეთი ადამიანების. და მაგას ვერცერთი ადამიანი, ვერცერთი ასე ვთქვათ, ევროკავშირის წარმომადგენელი მაგას ვერ მოვიყავს მაგალითად, რომ საქართველოს იდევნებოდნენ ჰომოსექსუალისტები და ამ შემდეგ, მაგრამ ამის პროპაგანდაზეა საუბარი. იმას მეუბნებიან რომ აი თუ თქვენ არ მიიღებთ აი ამ თამაშ წესებისას არ მიგიღებთ ჩვენთან ეს უკვე ძალიან ისეთი დიდი მადლობა ჩემო კარგი. მადლობა ძალიან დიდი. ისმენელს მამო, აი ამასთან დაკავშირებით ორ სასულიერო პირთან დაკავშირებით მინდა რომ კითხოთ უბრალოდ ერთი პატერი მახსენდება ესეთი რომ ორი სასულიერო პირი იქცეოდა ცუდად რა, სამწუხაროდ ნასვამები იყვნენ თუ რაღაცა და ერთმა სასულიერო პირმა განიკითხა ესენი რა და ის არ თქვენ ნახე რა ღორებივით არიან და მას გამოეცხადა მე ღვთისმშობელი და უთხრა ისინი შეიძლება ღორებივით არიანო, მაგრამ ჩემი ღორები არიანო რა. აი ესე ანუ ისო ჩემები არიანო და შენო ნუ განიკითხაო და შენო არ გაქვსო მაგის უფლებაო ფაქტიურად ეს თქვა. აი თუ შეიძლება აი ამასთან დაკავშირებით რომ იმ ადამიანებს გარკვეულ ნუ გეშიმიცეთ, იმიტომ რომ ძალიან დაიჩაგრენსავით, იმიტომ რომ სიმართლის გულისთვის ფაქტიურად შეიძლება მას გადაცდო აი სიმართლე არასწორად ახსნა მან შეიძლება, მაგრამ აი მის გულს დაიჩაგრა და ყველაზე მაგარი ის არის რომ ამის სიმართლე აღარ ჩანს და იმათი ტყუილი საერთოდ დაიფარა. და ეს აი ამ ცოდვის პროპაგანდა და თუ შეიძლება მამო აი ამასთან დაკავშირებით რო ვთქვა, იმიტომ ესე ვიცით ხოლმე ადამიანების განწირვა უცბად 5 წამში გუშინ იმ ადამიანთან 1000-ობით 2000-ობით ადამიანი მიდიოდა და აი ყველა იმ ადამიანების იმ სასულიერო პირების მრევლს მოგიწოდებთ რომ უფრო მიდით, უფრო ანუგეშეთ. აი როგორც თქვენ აღსარებას იღებდა, როგორც ის განუგეშებდათ, ხო? 2 იმდენი და 10 იმდენი მიდით რა და უფრო მაგრამ მაგით უფრო დაუდგებით გვერდში ვიდრე ძალიან ბევრი დარწმუნებული ეხა დავკოლდებოდით და ეშმაკი გიკეთებთ იმას რომ მაგის გულისთვის თქვენ ეკლესიაში არ მიხვიდეთ და იმ ადამიანს აი პირიქით მიდით და უფრო მეტ ნუგეშ მიიღებთ. აი მე ჩემი ის ეს იქნება. მაგრამ თუ შეიძლება ბუდიში გიხდით რა ის. მეც გეტყვით რომ მეოთხე საუკუნეში პირველ სოფლიო საეკლესიო კრებაზე მღვდელმთავარი ნიკოლოზი ესწრებოდა. როცა წმინდა ნიკოლოზი ისმენდა არიოზის გმობურ სიტყვებს, როცა ის აცხადებდა რომ ღვთისმშობელი არ არის ღვთისმშობელი და მაცხოვარი არ არის ღმერთი, ვერ მოითმინა. წარმოიდგინეთ, წმინდა ნიკოლოზმა ვერ მოითმინა მსგავსი სიბილწის მოსმენა და კვერთხი უთავაზა არიოს. ამ მღვდელმთავრისთვის შეუფერებელი საქციელის გამო დააყენეს მსახურებიდან წმინდა ნიკოლოზი და დროებით დაატოვებინეს კრება. ამ კრების, ასე ვთქვათ, მღვდელმთავრებს გამოეცხადა ყველა წმინდა ღვთისმშობელი და ასე ვთქვათ, უთხრა რომ წმინდა ნიკოლოზმა ეს ყველაფერი ჩემს გამო ვერ დაითმინა და ამიტომ ჩავარდა აი ამ მდგომარეობაში. მე არ განვიკითხავ იმ სასულიერო პირებს, უბრალოდ აღნიშნავ რომ
ჩვენ უნდა გვეყოს სიმშვიდე და მოთმინება. ღვთლისთვის შეუფერებელი, საქციელი ბუნებრივია, აი ეს უფრო მათ წისქვილზე ასხავს წყალს. აი ჩვენ რომ ასე უფრო შეგვეკავებინა ის ბორბო და არ მომხდარიყო ქვების სროლა, მტრევა და მსხრევა, ჩვენ გავიმარჯვებდით ნამდვილად. მაგრამ ეს ყველაფერი იყო დადგმული სპექტაკლი და სამწუხაროდ ჩვენ ზოგიერთი სასულიერო პირი წამოვაგეთ მათ ანკესზე. თორემ მე არა ვარ მოწინააღმდეგე, როგორ მოგიტანეთ წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვები, რომ გაიგო რომ ვინმეს აგინებენ, უნდა ხელის გამოიღო. წარმოიდგინე ოქროპირი ამბობს ამას, რომ ხელიც უნდა გამოიღო, მაგრამ ცოტა სიბრძნე უნდა გვეყოს, რომ რაღაც პროვოკაციებზე არ წამოვიღო და მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო და ინსცენირებული იყო. თელი დიპლომატიური კორპუსი აღშფოთდა, ამერიკის თვალებ დაჭყეტილი ელჩი და ასე შემდეგ. რატო ეხლა არ გამოვიდნენ და არ აღშფოთდნენ, როცა ისევ მორიგი ანექსია განახორციელა რუსეთმა? რატო ეხლა არ აღშფოთდა და არ გამოვიდა ეს საზოგადოება? ამაზე ხმას არავინ არ იღებს და ხომ და მიხვდეთ რა შეა საქმე. უბრალოდ მე აღნიშნავ იმას, რომ ჩვენ სამეუფეო გზაზე მავალი საყდელოება ვართ, არც მარცხნივ და არც მარჯვნივ. უკიდურესობა, მემარცხენე, მემარჯვენეობა არ შეგვფერის. ის აღნიშნე, რომ ის ვინც ჩუმად იყო და ტელევიზიასთან, ტელევიზორთან იმჯდარი უყურებდა ამ ყველაფერს და მე იმ სოციალურ ქსელში აკეთებდა ბრტყელ განცხადებებს, მე არც იმ საყდელოებას არ უჭერ მხარს, მაგრამ არც ის არის ლამაზი, რომ თქვა ჩვენ აი რაღაც სკანებით ხელში ვირბინოთ და ამით უფრო დავაცინინოთ ეკლესიის სახელი. ხო შეიძლება აკლემ შეკითხებიან, რომ დაღმართი გირჩიებნია თუ აღმართიო და სწორი გზა არ არსებობსო? არ შეიძლება და უფრო მეტი სიდარბაისლით და სულიერებით გაგვეცა პასუხი აი ამ ვერაგობისთვის. ხომ და ჩვენ მეტი სიბრძნე გვაქვს, მეტი მოგვეცა და მეტი მოგვეკითხება და აქედან გამომდინარე, მე არ ვიძახი რომ ჩუმად ვიყოთ, არც იმას არ ვიძახი რომ უაზროთ ვიყიროთ დონკიხოტივით, წისქვილებს შევასხდეთ, მაგრამ უნდა გველის სიბრძნე უნდა გქონდეს და მტრედის უმანკოება, რომ ეს მასონიზმი, ეს საშინელი მტერი, რომელიც უკვე შემოსულია ფაქტიურად და 1000 იდეოლოგიით, 1000 რაღაც დაფინანსებული პარტიებით და რაღაც მინდევრობებით, ასე თქვა, ხელში უჭერს ქართულ ერს. ეს ხო ფაქტია, რომ გლობალიზაცია მოდის თავისი კულტურით. მას ქართული კულტურა არ უნდა, ეროვნული ცნობიერება არ უნდა, რას ქვია მართლმადიდებლობა, ჭეშმარიტი რელიგია, არც ეგ არ უნდა და ჩვენ ეს ყველაფერი ხო უნდა ვიცოდეთ. რატომ არის რომ მთელი ნახევარი საფრანგეთი გამოვიდა და ნახეთ ქუჩებში რა ხდება. ნახეთ სხვა ქვეყნებში როგორ ჩატარდა ეს ეგრეთ წოდებული გეი აღლუმები. ვინმე მიიღო ეს ყველაფერი ვარდებით და სიყვარულით? არა, აბა რა გაუკვირდათ რამოდენიმე სასულიერო პირის მრისხანება, რატომ გაიკვირვეს ის, რომ ქართველი ერი არ დაცემულა მადლობა ღმერთს და არც დაეცემა და არასდროს არ დაუშვებს იმას, რომ ასე ვთქვათ, სატანიზმი გამეფდეს ქვეყანაში. ეს უკვე დამთავრდა, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა მოვინელოთ და უნდა საზოგადოებას დავანახოთ, რომ საუცხოო ყველაფერი კარგი არ არის. ჩვენ გვიყვარს საუცხოო, მაგრამ საუცხოო ყველაფერი კარგი არ არის. ბევრი რამეა კაი, მაგრამ ყველაფერი არ არის კარგი. ჯირკვალი განვაგდოთ და კარგი მივიღოთ, მაგრამ ფაქტის სახეზეა, რომ მე მგონი ის ეგრეთ წოდებული პარტიები და რაღაც გარკვეული ასოციაციები და იდეოლოგიები ჩვენი კეთილდღეობისთვის რო არ შემოდიან, თუ ვერ ხვდებით ამას. და რომ შემოდიოდნენ, საქართველოს აქამდე აყვავებული იქნებოდა. ის იმდენი თანხები იხარჯება არა ქვეყნის აღმავლობაში, გაძლიერებაში და გამრავლებაში, არამედ იმაში, რომ აღარ გამრავლდეთ ხალხო, რომ აღარ ვიყოთ მართლმადიდებლები, რომ საქართველოში ყველა ცოტა ქართველები ვიყოთ. აი ეს ყველაფერი მაგიტომ ხდება და თუ ამას ელემენტარულად თქვათ, გადავედით ჭკუაზე და უმრავლესობა გავხდით, მამათმავლები ჯვარი გწერიან. ერი გამრავლდება კიდევ. ხო აღარ გამრავლდება ხალხო და თუ ამას ვერ უნდა მივხვდეთ, რომ ეს ცუდია, ეს ღმერთმა დაგმო და ამის გამო ძველ ჯულში მოსესთან ჩაქოლვა ეწერა. ღმერთისგან არის ეგ სიტყვები. ღმერთი რომელიც სიყვარულია, ეუბნება მოსეს კანონებში, რომ მამაკაცი მამაკაცთან თუ ჩაიდენს უმსგავსებას, ქვებით ჩაიქოლოს. მშობლების უპატიმცემლობაში მყოფი ადამიანი, მემრუშე ქალი. ღმერთი ამბობს ამას ხალხო და არა პატრიარქი და არა ღვთელი. უბრალოდ ჩვენ დაბალიღობე გნახეს და გონიათ ესე იგი რომ ჩვენ ვართ რაღაც ბნელეთის მოციქულები და არ გვესმის თითქოს რა ხდება. ყველაფრის თქმა მართლა არ შეიძლება უბრალოდ მაგრამ ვისაც აინტერესებს მოვიდეს ჩემთან და დავჯდეთ და გულახდილად ვისაუბროთ და მოდი ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ რომ ეს უცხო იდეოლოგიები და ეს უცხო პარტიები და ეს უცხო რაღაც ბელადები რომლებიც დიდი ფულით შემოდიან და ეს ფული ჩვენ კეთილდღეობას კი არ ხმარდება არამედ ჩვენ გადაგვარებას მაგრამ მათ არ იციან რომ ისინი დამარცხებულები არიან უკვე იმიტომ არიან დამარცხებულები რომ ჩვენ ყავს დედა ღვთისმშობელი ჩვენ ყავს პავლე მოციქული პეტრე მოციქული გორგასალი თამარი დავითი და ჩვენ გამარჯვებულები ვართ თუმცა
მაინც ღმერთი ელოდება ჩვენს ასპარეზობას. გამარჯობა ლანგრით არ მოგვეცემა. ამ ყველაფერს ჭირდება ახალი დიდგორი, ახალი დავითი ჭირდება. არა მოჩვენებითი დავითი და სრუპენტელა დავითები, არამედ ჭეშმარიტი დავითი ჭირდება. ჭეშმარიტი დავითი ჭირდება, თამარი ჭირდება, მაგრამ დავითი და თამარი რომ მოვიდეს, ჩვენ ხომ მათ გავაძევებთ. მათ ხო საბრძანებელი ჭირდებათ. იმათ არავინ არ მიიღებს. არა მარტო დავითი და თამარი, მაცხოვარიც რომ მოვიდეს ახლა და გითხრას რომ აი თქვენი გადარჩენა მინდა, მას ჩვენ არ მივიღებთ. ილია რო ცოცხალი იყოს, მას მეორედ მოკლავდნენ. განაი სიტყვები რომ გადადგეს კათოლიკოს პატრიარქი, იგივე ილიას კვლელობა არ არის ფაქტიურად. რა თქმა უნდა არის. აქედან გამომდინარე, ვისაც ყური აქვს ხალხო ისმინოს, ჩვენ გვდლები ერისმტრები არა ვართ, არც ბნელები არა ვართ, ცოტა წაკითხული მეტი გვაქვს იმ ხალხზე, ვინც რაღაც ლექსებს წერენ, რაღაც პოემებს წერენ, რაღაც თითქოს რაღაც განათლება მიიღეს ოკეანის გადაღმა და რა განათლება მიიღეს ისიც, როგორ დააქციონ ქვეყანა, როგორ აღარ უნდა გიყვარდეს დედა და მამა. აი ძელი ბევრი წასული ადამიანი ახალგაზრდა უცხოეთში არ ვასახელებ უნებრივია და არც ქვეყანას, უკვე იქ ისეთ იდეოლოგიაშია, რომ თქვა, რას ქვია დედა და მამას დაეხმარო, რას ქვია გიყვარდეს, რას ქვია თქვა შენ უპატრონო მას, შენ უკვე დამოუკიდებელი პიროვნება ხარ, რას ქვია სქესი გაარჩიო, ბავშვი დაიბადება, მერე უნდა აირჩიო სქესი. ალბათ თქვენ იცით, რომ შვეიცარიაში თუ არ მეშლება, უკვე იღებენ კანონს, რომ სისხლის აღრევა შეიძლება მოხდეს, მამამ შეიძლება შვილი მოიყვანოს ცოლად, ან ბიჭმა დედა და ასე შემდეგ და ხოლ აი ამასაც შემოიტანენ ჩვენში ალბათ რომ ჩვენ აღშფოთები და ვიტყვით რომ ხალხო ეს არ შეიძლება იტყვიან რომ რას ქვია არ შეიძლება ბაიქ რო ასე ხდება და ისე ხდება მე გთხოვთ ყველას ვისაც კიდე ეჭვი გეპარებათ და ვერ ხვდებით რა ხდებოდა 17 მაისს წაიკითხეთ ძველი აღთქმა და სოდომ გომორის ისტორია წაიკითხეთ და მიდი და ნახეთ მტკვარი მკვდარი ზღვა რა მდგომარეობაში არანაირი ცოცხალი უჯრედი იქ აღარ არის ხალხო და რატომ იმიტომ რომ ღმერთმა ეს თქვა გაახმო და გადაწვა იქავრობა, იმიტომ რომ ღმერთი გმობს ყოველგვარ ცოდვას. და ჩვენ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ალბათ ბევრი ადამიანი გვისმენს, რომ ცოდვილები კი არა გძულს. ჩვენ გძულს ცოდვა და არა ცოდვილები. და მე ეს ადამიანები, ვინც აპირებდნენ იმ აღლუმის მოწყობას, ან კიდევ დააპირებენ, ან ემხრობიან, კი არ მძულს. მეწოდება ის საზოგადოება, რომელიც ილტვის სოდომ გომორისკენ, ასე თქვა მკვდარი ზღვისკენ და ვისი ბოლოც არის ხრჭენა კბილთა ჯოჯოხეთი და ცეცხლი დაუსრულებელი. თქვენ გესმით ეს რას ნიშნავს ხო? ამის შესახებ გააფრთხილა პეტრე პავლე მოციქულმა რომი. და ეს გაფრთხილება არ მიიღო ნერონმა და ბუნებრივია რა დაემართა შემდგომში რომს. რომი გაცამტვერდა და უბრალოდ მომთაბარე ხალხმა დაიპყრო რომი. და თუ კი რომს ეს დაემართა, როგორც გითხარით, რა გასაკვირია, რომ ჩვენ იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, ეს გჭირდა სამწუხაროდ კიდევ გჭირს და ხვალე რომ აღარ გჭირდეს მსგავსი რამე ის მამათმავლები და ის ვიღაცები ცოდვილები კი არ უნდა ვცემოთ და კი არ უნდა ვეჭხუბოთ, არამედ უნდა უთხრათ შვილო შენ ცოდვაში ხარ, პათოლოგი ხარ, ცოდვილი ხარ და მოდი ჩემთან ეკლესიაში და ქრისტე განკურნავ შენ. თუ შენ ეძახი რომ დიახაც ასეთი უნდა იყო, ეს სწორია და მართებულია, შენ უკვე ეშმაკის მოციქული ხარ და კი არ განეკურნები, ძალიან ბევრ ადამიანს გაიყოლებ უკან მერე და ქვეყანა ჩავარდება უმძიმეს მდგომარეობაში. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ სასულიერო პირებშიც იყო და არის ეს ცოდვა. სამწუხაროა, მაგრამ აი ეს წაიკითხეთ ოქმები რუის ურბნისის საეკლესიო კრების. იქ ხომ თავარი საკითხი ეს იყო მამათმავლობის დაგმობა და აღმოფხვრა. რომ არ მოწეულიყო რუის ურბნისის საეკლესიო კრება და სასულიერო პირები არ გაენეკვეთათ, ვინც ვერცხლის მოყარეობაში, სიმონიაში და მამათმავლობაში იყვნენ. ქვეყანას ეშველებოდა რამე? რა თქმა უნდა, არ ეშველებოდა. ანუ სანამ დადგება დიდგორი და სანამ ჩვენ გავალთ დიდგორზე, ჯერ უნდა მოწესრიგდეთ ჩვენ თვითონ სასულიერო პირებიც და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ სცენით არის დაავადებული. მე ხელს არ ვადებ არავის და არ მიკვირს. ადამიანი ცოდვილია რა. შენ თუ მამათმავალი არა ხარ და ამპარტავანი ხარ რა, იგივე არ არის. ამპარტავანებაც ხომ მომაკვდინებელი ცოდვაა. თუ მრუში ხარ, იგივე ცოდვა არ არის. თუ შენ იპარავ იგივე ცოდვა არ არის. ეს ყველაფერი რატომ არის რომ მაინც და მაინც ის და არა სხვა. ეს ყველა ცოდვა არის საშინელება, ეს ყველა ცოდვა ჩვენ მოგიყვანს ჯოჯოხეთის კარებამდე და აქედან გამომდინარე ეკლესიის ლოცვით, პატრიარქის კურთხევით, სასულიერო პირების ომახიანი ქადაგებით და ჭეშმარიტი ქადაგებით განიკურნოს ერიც და ბერიც, ვინც ამ ცოდვებშია და
ქვეყანა დადგება ფეხზე დამერწმუნეთ. ისე კი რომ ჩვენ ხელი დავაფაროთ რა ყველა წმინდანი გვყავ, ყველა ანგელოზია, ყველა კარგი ადამიანი, ჩვენ არ გვჭირდება, ყველა სჭირდება ხალხო. სასულიერო პირიც არის ცოდვილი და ერისკაციც არის ცოდვილი. აქედან გამომდინარე, მოდი ღმერთმა ყველა დალოცოს და ყველა გამოასწოროს, ოღონდ თუ ადამიანს კარგად დაემოხსოვრეთ, ჩემო ძირფასებო, არ უნდა გადარჩენა, არ უნდა გამოსწორება, მას არაფერი არ ეშველება. ღმერთს უნდა ჩვენი გამოსწორება, ჩვენი დახმარებით ოღონდ. დიახ, ძალიან დიდი მადლობა მომო მობრძანებისათვის. თან ამ ადამიანებს მომო უნდათ რაღაც ნატოს და იმას ითხოვენ და ნატოს კი არ უნდა ესეთი რაღაცა დაჩმორებული და მამათმავალი ჯარი. ნატოს უნდა ესეთი ჯარი, როგორც არის ვაშკაცები და როგორც არიან დღეს ჩვენი ქართველები და იცოდეთ იმას და იმას ერთად ვერ გააკეთებთ რა. ის ნატოში შეგიშლით ხეს ეხა თუ მთელი საქართველოს ეგეთი იქნება, არავინ არ მიგიღებთ და რო იცოდეთ რა ისე თქვენ ვისაც გნებავთ. სამწუხაროდ ჩემი გადაცემა დასრულს მივახლო და გემშვიდობებით იქით სამშაბათამდე საღამოს 9:30-ზე დაგიბრუნდებით. მე გახლავთ გიორგი დარასელია, მამა გიორგი გახდათ ჩემთან სტუმრად ნარიყალის ტაძრის წმინდა ნიკოლოზის წინამძღვარი. თუ გნებავთ, ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს ხოლმე მე რომ რაღაცა სად არის ეს მოძღვარი და წმინდა ნიკოლოზის ტაძარში არის ნარიყალაზე. ზემოთ მამა გიორგი, თუ გნებავთ მიმართეთ და აუცილებლად კაი რჩევებს მოგცემთ ხოლმე. დიდი მადლობა, გემშვიდობებით.